წერან შემხვდა ერთ-ერთი ქართველი ინფლუს თუ სელებრიტის რაღაც პროდუქტის რეკლამა, არც ერთს არ დავასახელებ, მაგრამ აი არაერთხელ შემხვდრია და აი ქართველებზე, ქართველ ინფლუენსერებზე და სელებრიტებზე უნიჭო რეკლამისტები, აი ცოტა ვიცი. რა თქმა უნდა, გამონაკლისები არის და ყველაზე არ მაგ ლაპარაკი ზოგი მართლა აკეთებს კარგად თავის საქმეს და იმ ზუსტად იმსახურებს იმ თანხას, რასაც იგებს ამ საქმეში, მაგრამ ესენი ზოგიერთები და უმეტესობა, აი იმაზე კი არ გეფიქრება, რომ ვა, ეს ადამიანი ამ პროდუქტს იყენებს, მეც ხო არ ვიყიდო ან გავსინჯო ან რაღაცა. იმაზე ფიქრობ, რომ კომპანიას იმდენად დაენძრა და იმდენად დანძრეული აქვს, რომ ჭირდება, რომ ამასთან მივიდეს, ის რაღაც თანხა გადაუხადოს, რომ ამან ისე უგულოდ, უმარილოდ, უემოციოდ ყველაფროდ გაარეკლამოს. რომ ვითომ ამ პროდუქტზე გიждდება, ძალიან უყვარს და აი ყოველდღე იყენებს და ნუ აი შოკ პიკ პანიკ. Пошли нахуй, ვის ატყუებთ, ბიჭო? ანუ ეგრე უგულოდ გაკეთებული საქმის დედა მოუტყან. ხო და ცოტა ეცადეთ, ცოტა გული ჩადეთ, რაღაცა ემოცია, რაღაცა სტორიტელინგი, რაღაცა